დღემშვიდობისა მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ოფისში. დღეს ჩვენი მასპინძელი გახლავთ ქალბატონი ქეთევან ჯანიაშვილი, ამ ოფისის ხელმძღვანელი. ის მოგვიყვება ამ ცენტრის შესახებ ისტორიას, შექმნიდან დღემდე როგორ მოვიდნენ ბენეფიციერები, ვინ ეყავთ, რა დახმარებას უწევენ აღნიშნულ ადამიანებს, ასე რომ გამოვყევით და ქალბატონი ქეთევანი თვითონ მოგვიყვება მთელი ისტორიას ამ ცხოვრების ცენტრის შესახებ. მოგესალმები ქალბატონო ქეთევან, პირველ რიგში უღრმესი მადლობა მასპინძლობისთვის. ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი. თქვენ ოფისში ვიმყოფებით. მოდი ახლა დავიწყოთ მომიყევი ისტორია. შექმნიდან დღემდე როგორ მოვიდა თქვენი ორგანიზაცია? ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი შეიქმნა 2021 წლის მაისში და ზოგადად დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები შეიქმნა მაგ ჯორჯიას ინიციატივით და USAID-ის დაფინანსებით. ყველა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი არის ჯანმრთელობის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. სულ არის საქართველოში 6 დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და ყველა მუშაობს ერთი მიმართულებით, ერთი იდეის გარშემო ტრიალებთ ყველა მათგანი. ცენტრს ძალიან დიდ დახმარებას უწევს მერიის მხარდაჭერით და საკრებულოს მხარდაჭერით უზუფრუქტის ხელშეკრულებით ვართ უკვე მეორედ ამ შენობაში და უღრმეს მადლობას ვუხდით მას ჩვენი მხარდაჭერისთვის. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი მუშაობს შემდეგი მიმართულებებით, ეს არის ინფორმირება, ურთიერთდახმარება, დასაქმების ხელშეწყობა და ყველაზე მთავარი ცნობიერების ამაღლება. ჩვენი მთავარი მიმართულება არის შშმ-პირების ეს უნდა მეკითხა ზუსტად მივედით იმ თემამდე, ან თქვენი ორგანიზაციის მთავარი ბენეფიციარები ვინ არიან? ესენი არიან შშმ-პირები. ყველა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში ჩვენი შინაგანი წესი არა აქვს, უნდა მუშაობდეს ან შშმ-პირი, ან შშმ-პირის ოჯახის წევრი. ანუ ამ წესს ყველა ვემორჩილებით. ვინც არიან ამ ორგანიზაციაში? ყველა წევრი. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ორგანიზაციაში მუშაობს 3 შშმ-პირი და 2 შშმ ბავშვის მშობელი. რა პროგრამები გვაქვს სახელმწიფოში? ან ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი პროგრამა, ან სახელმწიფო პროგრამა. ასევე ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დასაქმების ხელშეწყობას. ვცდილობთ ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორებს შევთავაზოთ, რომ მათ დაასაქმონ შშმ-პირი. არსებობს ქვეყანაში ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ მასთან. თქვათ თუ არის რაიმე კარგი ვაკანსია და ყავს მაძიებელი დაინტერესებული შშმ-პირი, ჩვენ ვაწვდით მას ინფორმაციას და ვეუბნებით, ხომ არ დასაქმდებოდი. ასევე ჩვენ ბევრჯერ ყოფილვართ ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორებს და შეგვითავაზებიან, რომ ხომ არ დაასაქმებთ. ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული ისტორია დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელმაც ძალიან გაამართლა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ და ძალიან ბედნიერი ვართ ამ მომენტით. არის პრობლემა იმაში, რომ სკოლებში ბავშვს არ ყავს ასისტენტი, ინდივიდუალური ასისტენტი არ ყავს და ჩვენ ვეხმარებით, რომ ბავშვმა ანუ ვალდებულია სკოლა, როცა მასთან დარეგისტრება შშმ-პირი და მას სჭირდება ასისტენტი, ვალდებულია, როცა ბავშვი სკოლაში შევა, ასისტენტი ყავდეს და ახვედროს სკოლამ ასისტენტი. ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მიმართულება ადვოკატირება. ძალიან ხშირად ირღვევა სამწუხაროდ შშმ-პირის უფლება ჩვენს ქვეყანაში და გქონდა არაერთი შემთხვევა, რომ საჭირო გახდა ჩვენი ჩარევა. ჩვენი ჩარევის შემდეგ მისი უფლება იყო დაცული. აი მაგალითად ერთი შშმ-პირი თქვათ უსამართლოდ გამოუშვეს სამსახურიდან, დაუსაბუთებლად უმისესად და როგორც კი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ჩაერია ის აღდგა. ანუ თბილისში არის ერთი ადვოკატი, რომელიც შშმ-პირებს ეხმარება, ზოგ საერთოდ სრულად უფასოდ და ჩვენ ვამისამართებთ რეკომენდაციას უწევთ უბრალოდ ხო მაგას ვაცნობთ და ის უკვე ერევა შესაბამისი კუთხის სპეციალისტი. მაგ ჯორჯია ჰქონდა შარშან ესეთი მიმართულება, ანუ USAID-ის დაფინანსებით სკილვილია ეს ნეო უნივერსიტეტი კოლეჯია, რომელსაც ძალიან კარგი კურსები აქვს და მაგ ჯორჯიამ შეგვატყობინა, რომ ხომ არ უნდა თქვენ ბენეფიციარ შშმ-პირებს რაიმე სხვადასხვა აქტუალური თანამედროვე კურსების გავლობა და როგორიც არის
ციფრული მარკეტინგი, დიზაინი შესწავლა ან რაღაცა ონლაინ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ხო თბილისში არ ცხოვრობს და ჩვენ გადავამისამართ შესაბამისი დაინტერესებული შიშინოპირები და მათ სრულად უფასოდ შეისწავლეს მათ ეს კურსები რა თქმა უნდა ჩვენი დახმარებით. აი სტატუსის მიღებაშიც თუ ეხმარებით ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უამრავი დარღვევა აქვს შეიძლება კონდეს ადამიანს და მან ცხოვრება ისე გაატაროს რომ სტატუსი არ კონდეს. მე ვარ მაგისი ყველაზე ნათელი მაგალითი მე 15 წელი არ მქონდა სტატუსი და როცა ლაგოდეხის დამოუკიდებელ ცხოვრების ცენტრში მოვედი სტაჟიორად შემთხვევით აღმოჩენილი სრულად შემთხვევით მაშინ მივიღე სტატუსი. ეს პრინციპი არის რომ ჩვენ მთელ რაიონის მასშტაბით ყველა სოფელს ვსტუმრობთ და ყველა ოჯახში შევდივართ და ვიკვლევთ მათ საჭიროებებს. კადაკაის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთხელ კადაკაზე ვიყავით ერთ-ერთ სოფელში და შემთხვევით ქუჩაში დავინახეთ მამაკაცი რომელიც ეტლით აი ისეთი ცუდ მდგომარეობაში ყოფილი ეტლით მოძრაობდა. ხაშესულ მამაკაცი ისე იტანჯებოდა გადახელი იყო და გარეთი იყო და ჩვენ მივედით გავიცანით და გავესაუბრეთ და ვკითხეთ რომ რატომ ხართ ესეთი ეტლი რატომ გაქვთ და მას აიცოდა რომ ეტლი ეკუთვნოდა სრულად უფასო და ჩვენი დახმარებით ზუსტად ჩვენი ადვოკატირებით მან მიიღო ძალიან კარგი ეტლი ჩვენ ყავს მშვიდობის კორპუსის მიერ გამოგზავნილი მოხალისე რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად ამერიკელი ჩვენ ვართ მშვიდობის კორპუსის აქტიური პარტნიორები და ძალიან ვამაყობთ და ნოემბრის თვეში მშვიდობის კორპუსმა ჩვენ გამოგზავნა ალინა რომელიც ძალიან მიხარია რომ ის ჩვენი გუნდის წევრი გახდა. So I studied in the United States. I went to university there. მე ვსწავლობდი ამერიკაში, უნივერსიტეტში. მე არაერთი წელი ვიმუშავე როგორც სოციალურმა მუშაკმა. მე მივიღე შეთავაზება მშვიდობის კორპუსიდან რომ მუშაობ საქართველოში როგორც სოციალური მუშაკი. მე დავთანხმდი ამ შეთავაზებას და სექტემბრის შემდეგ მე ვმუშაობ საქართველოში. მე ვმუშაობ ლაგოდეხის დამოუკიდებელ ცხოვრებაში ასეთ მაგარ გუნდთან ერთად, რათა გავუზიარო რომ თემს ჩემი გამოცდილება ჩემი მედგომები და ჩემი სიახლეები. My experiences and my education with people here. ქალბატონო ქეთევან თქვენი გუნდის შესახებ უნდა გითხო აუცილებლად რომ მომიყვეთ თქვენი გუნდის შესახებ ადამიანები. ჩემი გუნდი არის მცირე, მაგრამ მე ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, იმიტომ რომ ჩვენ უამრავ კარგ საქმეს ვაკეთებთ და გვიხარია როცა კარგად გამოგვდის რამე და წარმატებულ кейსს დავდებთ. ჩემი გუნდი შედგება როგორც წერან გითხარით 3 შიშინოპირისგან. ეს არის ეტლის მოსაგებლე ჰაბილალიევი, რომელიც ასევე არის ბოჩას მწვრთნელი. ჰაბილი ძალიან გვეხმარება კაბლისტებში რომ აქტიურად ვიმუშაოთ, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი პრობლემაა, ზუსტად ჰაბილის დახმარებით, რადგან ჩვენ ენას არ ვფლობთ, ის გვეხმარება რომ მათთან კაბლისტებში აქტიურად ვიმუშაოთ. გავიცანი 2021 წელს ლაგოდეხის დამოუკიდებელ ცხოვრების ცენტრის ლიდერები და დავიწყე ჯერ წყოლად. წყოლი ვიყავი, მანქანის წყოლი, რომ გაბალში ეთნიკური უმცირესობებთან მიყვანა მოყვანა და ან მუშაობა დაიწყეთ 2021 წელს. 21 წელს ხო. მივედით, მოვედით, მე ამიყვანეს ლიდერად და წერა კითხვაც არ ვიცოდი. ენა კი ვიცოდი ვაჭრობაში რა და სკოლაში არ ვიყავი საერთოდ ნამყოფილი, ანუ 5 კლასამდე. ანუ ქართულის წერა კითხვა ისწავლეთ. წერა კითხვა ვისწავლე. ამ ოფისში რა. საინტერესოა. დავიწყე მუშაობა. ეხლა გავდივართ კარდაგარებში. მარტო გაბალში კი არა, ანუ ყველა სოფლებში გავდივართ. გაბალში როცა მივდივართ, ანუ ვარ წყოლი და თარჯუმანი. და ვიცნობ კაბალი კარგად, ჩემი თითივით. ასევე არის მაკაშუბიძე, მაკაც შიშინოპირია, დიანა ხაზარაძე, რომელიც არის შიშონ ბავშვის მშობელი და ლალი კოჭმამაზაშვილი, ლალიც არის შიშონ ბავშვის მშობელი. ბოჩა პარაოლიმპიური თამაშობის თავიდან შეიქმნა მხოლოდ ცერებრალ დამბლის მქონე პირებისთვის, თუმცა ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ შემდეგ ყველა შეზღუდვის ადამიანი თამაშობს დღეს. ბოჩა არის სტრატეგიული თამაში, ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი გუნდი ლაგოდეხში, რომელიც წარმატებით გადის ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა შეჯიბრებზე და არაერთი პრიზი აქვთ მოგებული. მე-4 წელზე გადავედით ლაგოდეხში უკვე ბოჩაში და 3 წელია ლაგოდეხის ერეთობა ხსნით ბოჩის თამაშით. შეჯიბრებაზე ვართ ბოლნისში ნამყოფილი, თბილისში ნამყოფილი, ბაღდადში ნამყოფილი
და გოლგანა ვართ. ანუ ლაგოდეხიდან თქვენი გუნდი იღებს მონაწილეობას სხვადასხვა იმაში შეჯიბრებებს. ჩვენი სამომავლო გეგმა არის, რომ პერსონალური ასისტენტი დავნერგოთ ჩვენს ორგანიზაციაში და იმედი გვაქვს ყველაფერი გამოგვივა. ასევე დამავიწყეთ რაღაცა ალინას მოსვლის შემდეგ ორგანიზაციაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ინგლისური ენის კლუბი. საინტერესოა და მისასალმებელი. და ჩვენ არ დავივიწყეთ ჩვენი მთავარი მიმართულება და ალინა შშმ პირებს და შშმ პირების ოჯახის წევრებს ასწავლით, რა თქმა უნდა, სრულად უფასოდ ინგლისურ ენას. ძალიან რთულია. დღევანდელ ყოფაში ყავდეს შშმ ბავშვი, მათ უამრავი წინაღობა ხდებათ წინ და გვინდა რომ ის ყავაჩაის პროცესში დაივიწყონ თავიანთი პრობლემები, ჩვენც დავივიწყოთ და რაღაც აი ეს გვარი განტვირთვის საშუალება არის. ზოგი შშმ ბავშვის მშობელი საერთოდ ვერ ახერხებს სამწუხაროდ მუშაობას და გვინდა რომ ის 1 საათი ან 9 საათი მოუწყვიტოთ იმ ყოფას და რაღაცნაირად შეუმსუბუქოთ, გაუხალისოთ. მადლობა უღრმესი მასპინძლობისათვის. წარმატებას უსურვებთ თქვენ ორგანიზაციას, თქვენ თანამშრომლებს, თქვენ ბენეფიციარებს. მადლობა თქვენს დიდი მოგზავნით, გვეწვიეთ დაინტერესდით და თქვენს უამრავ წარმატებას გისურვებთ თქვენს ძალიან კარგ საქმიანობაში. მადლობა თქვენ. კარგად მზადდებოდეთ მეგობრებო, დღევანდელი დღით დაგემშვიდობებით, ასე რომ მალე შევხვდებით დროებით. ნახვამდის.